საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. ხვალ 28 ნოემბერია, ერთი წელი სრულდება ზუსტად რაც ივანიშვილის ჯიბის პუდელმა, მამამისოვიჩმა და პუჩისტოვიჩმა კობახიძემ გამოაცხადა საქართველოს ევროინტეგრაციის შეწყვეტა და პრაქტიკულად ღია რუსული თამაში დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ რუსეთის დავალება არის ეს, რომ საქართველოს არანაირად არ დაუკავშირდეს ევროკავშირს, არ გაწევრიანდეს იქ და რა თქმა უნდა შესაბამისად იყოს ისევ იმ რუსულ დამპალ ჭაობში, პირდაპირ თქვათ რუსულ ბორდელში, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ პოსტსაბჭოთა პერიოდში, ხო? ძალიან მარტივი არის ეს. რუსეთს არ უნდა, რომ მის გარშემო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ფეხზე დადგნენ. ადამიანურად იცხოვრონ, არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე არანაირად. აი ეს ხდება, ერთი წელი სრულდება ხვალ იმ უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან, რომელიც უკვე აგერ 365 დღეა იმართება და ეს მე შემიძლია გითხრათ ძალიან დაბეჯითებით, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. 365 დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი საპროტესტო აქციები. ასეთი რამე არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. რაც არ უნდა იღლიცინონ ამ დაბადებიდან მონებმა, ქოცებმა და მათთან გათანაბრებულმა მართმატყუპის ცალებმა, ამ რუსმა კონსერვებმა, ეგრეთ წოდებულმა ალტიმფოელებმა თუ რა ვიცი, კიდევ საკუთარი დედისგან დაწყევლილმა პატრიოტთა ალიანსელებმა და ასე შემდეგ. ეს არის ისტორიული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის. თავი საქართველოში უკაცრავად და ბევრი არ მოიძებნება ესეთი ადამიანი, რომელმაც ჩემზე კარგად იცის რა არის ევროპა და ამერიკა. ათასობით საგაზეთო სტატია მაქვს მიძღვნილი, კრიტიკული, მათი უკეთურობისა, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როცა ერთ ფინაზე დევს სასწორისაზე რუსული ბოსელი და ბორდელი და მეორე ფინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ფიზიკური გადარჩენა ერის როგორც ასეთის და სახელმწიფოს როგორც ასეთის. ჩვენ თუ არ გავაგრძელეთ ეს ევროინტეგრაციის გზა, ქართული სახელმწიფოებრიობა წაიშლება. ჩვენ თუ არ გავაგრძელეთ სვლა ევროპისაკენ, არ გავწევრიანეთ ევროკავშირში, ქართველი ერი ფიზიკურად განადგურდება და უახლოეს ხანში მოექცევა ღრმა ეთნიკურ უმცირესობაში. საკუთარ ქვეყანაში გადავიქცევით ეროვნულ უმრავლესობას, ეროვნულ უმცირესობად. მე მგონი ამის დაღეჭვა და დამარცვლა აღარ არის საჭირო, ხო? ბიძინა ივანიშვილის მიერ ღიად განხორციელებული გამყიდველური არაბიზაციის თაობაზე, როცა აგერ ორ ქალაქს აშენებს. კწანისის ტყეპარკში და გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე 1,000,000 კვადრატულ მეტრზე. თავად კობახიძემ განაცხადა 16,000 ბინა უნდა გაიყიდოს, ანუ უნდა ჩამოათესლონ 100,000-მდე არაბი და პლუს თბილისის ცენტრში, ისანში, ვინც არ იცის, შენდება კიდევ ერთი მესამე არაბული ქალაქი. ბიძინა ივანიშვილმა 50,000 კვადრატული მეტრი მიყიდა დუბაიში დაფუძნებულ არაბულ კომპანიას, რომელიც გაბრიელ ბერის სალოსის ქუჩაზე ააშენებს 16 ცალ 55 მეტრიან უზარმაზარ კორპუსს, ანუ ეს კიდევ ათასობით არაბის ჩამოსათესლებლად და მათზე ბინების მისაყიდად. აი ეს უნდა გავაპროტესტოთ, ხო? უნდა გავაპროტესტოთ და უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. სხვა გამოსავალი არ არის.
უკან დასახევი გზა ყველა შემთხვევაში არ არსებობს. არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს უფრო ზუსტად. ხო და აი ამ კაცობრიობის ისტორიაში უწყვეტი ერთწლიანი საპროტესტო მოძრაობისა და აქციების აღსანიშნავად ხვალ 100,000-ობით ადამიანი უნდა გამოვიდეს, რეგიონებიდანაც უნდა ჩამოვიდნენ ყველა, ვინც ამით დემონსტრირებას მოახდენს იმისა, რომ საქართველო ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეთნიკური იდენტობა, ეროვნულობა უნდა გადავარჩინოთ და ეს არის ღია განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არ დავნებდებით და არ გადავაქცევთ საქართველოს ბორია ივანიშვილის მამაშობით რუსულ-არაბულ ბორდელად. აი ეს არის. ჩათვალეთ, ეს არის რეფერენდუმი, ხო, ღია ცის ქვეშ. ყველა ვინც გამოვა ხვალ ქუჩაში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან არის შეკრება 7 საათზე, ის ღიად განაცხადებს, რომ ის ქართული ოცნების მონა და რუსული ბოსლის ბინადარი არ გახდება და არ სურს, რომ თავისი თავმოყრობა, თავისი შვილები სამარაჯამოდ იქ დააბრუნოს იმ ბოსელში, იმ ჭაობში, იმ აკოთებულ რუსულ ურდოში, სადაც ვიყავით ხო 200 წლის განმავლობაში და კარგად იცით, რაც დაგმართა ამან ყველაფერმა. აი ეს არის. გააზიარეთ პარალელურად მეგობრებო, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში. თუ მეთანხმებით და მეთანხმეთ, თუ არ მეთანხმებით, რატო არ მეთანხმებით, ისეც დაწერეთ, აუცილებლად გავეცნობით და გიპასუხებთ. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მოკლედ ამას ყველაფერს, ჩვენ ბრძოლას და ხვალინდელ დღეს დემონსტრირებას არა მარტო ქართული ოცნების ჩამპალი რეჟიმის დასანახად, არამედ მთელი მსოფლიოს დასანახად. დიახ, ხვალ მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს და ამისთვის გაფათიცებით არიან ყურადღებით მოჩერებული საქართველოზე. რამდენი ადამიანი გამოდის და ქართველები კვლავაც დგანან თუ არა საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და საკუთარი მომავლის გადასარჩენად მედლად და მტკიცეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ძალის დემონსტრირება, ჩვენი თავისუფლებისადმი ლტოლის დემონსტრირება, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ კიდევ ცოცხლობთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ აღარ გვინდა აღარასოდეს დაუბრუნდეთ რუსულ ბოსელს. და შესაბამისად შეხედავენ რა ქართველი ხალხის აქტიურობას, ჩვენს ხალხმრავლობას, ჩვენს შემართებას, უფრო მეტი დახმარება იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ მივახციოთ ჩვენს მოთხოვნებს, იმას, რასაც ერთი წელია ვეძახით, სასწრაფოდ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაენიშნოს თავისუფალი ვადამდელი არჩევნები, სადაც არ იქნება არანაირი კოორდინატორები და სუსი, მუსი და ასე შემდეგ. მე ეს ტექნიკური საკითხია, საერთაშორისო დამკვირვებლების მეცადინეობით თუ სხვა რამით, ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართული ოცნება მიიღებს იმდენს, თუ მიიღებს საერთოდ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რამდენიც მას ეკუთვნის და ბოლო 4 ოქტომბრის ადგილობრივმა არჩევნებმა გამოაჩინა ყველაფერი, რაც აქვს ქართულ ოცნებას თავის ხარდამჭერთა ყულავაში. შეგახსენებთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა დიდ ქალაქში სრული მობილიზების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მხოლოდ სრული ამომრჩეველის 20% მიიღო. ანუ ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვთქვათ, რომ აქედან ნახევარი თავისუფალი არჩევნების პირობებში არ მისცემს ხმას ქართულ ოცნებას, რადგან თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში მათ აღარ შეეშინდებათ სამსახურის დაკარგვისა და სიღატაკის შემწეობის მოხსნისა. ანუ რეალურად ქართულ ოცნების ერთგული ამომრჩეველი არის დაახლოებით სადღაც 300-400 კაცი, ის 10%, ანუ ყოველი 10 ამომრჩეველიდან მხოლოდ 1. აი ეს არის ქართული ოცნების რეალური მხარდაჭერა. და შესაბამისად თავისუფალ არჩევნებში ის მიიღებს 10%, შეიძლება ისეც ვერ მიიღოს.
აქედან გამომდინარე ამორჩეველთა 90% ვართ ჩვენ ის ხალხი, რომელსაც აღარ უნდა ქართული ოცნება და ერთი სული აქვს გადაარჩინოს საკუთარი სამშობლო, საკუთარი შვილების მომავალი და დაიბრუნოს ძალაუფლება. დაეთავისუფალმა არჩევნებმა გადაწყვიტოს, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლება. ეს რომ კოალიციური იქნება და არ იქნება ერთპარტიული, ამაში მე მგონი ყველა დარწმუნებული ხართ. ეხლა იმის შიშები და ის რომ აი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვერ დაბრუნდება ვერანაირად. ნაცმოძრაობას დაახლოებით იგივე 10%-იანი რეიტინგი აქვს, როგორც ქართულ ოცნებას. აი ეს არის. ჩვენ უნდა მივახციოთ თავისუფალ არჩევნებს დასავლეთის დახმარებით. ამისათვის არის საჭირო სწორედ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს გარეთ, ხვალ, ქუჩაში და გამოხატოს თავისი მტკიცე პოზიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხო ხედავთ ახლა ყობახიძემ პირდაპირ განაცხადა პირველი და დაიწყეს უკვე პირველი მოსმენი დაამტკიცეს ეს უკვე კომიტეტზე და მალე საბოლოოდ მიიღებენ ემიგრანტებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ ხმის უფლება. მიმართავ ემიგრანტებს. მილიონზე მეტი ემიგრანტია საქართველოსდან წასული. თქვენ ყოველწლიურად საქართველოში რიცხავთ 4 მილიარდ დოლარამდე. საქართველოს ბიუჯეტი არის სულ 10 მილიარდი დოლარი წლიური. შესაბამისად, თქვენი გადმორიცხვების გარეშე და თქვენი გაუსაძლისი ჯოჯოხეთური შრომის ფასად მიღებული ფულის გარეშე საქართველოს შიმშილით მოკვდებოდა პირდაპირ მნიშვნელობით. ლარი კუპონზე უარესი იქნებოდა თქვენი გადმორიცხული 4 მილიარდი რომ არა, ანუ 10 მილიარდი ლარი. 26-27 მილიარდიანი წლიური ბიუჯეტის ქვეყანაში. ხო და თქვენი ოჯახის წევრები, რომლებიც აქ არიან, მოუწოდეთ მათ, ხვალ ყველანი გამოვიდნენ ქუჩაში და გამოხატონ თავიანთი პოზიცია, თუნდაც 1-2 საათით რუსთაველზე გამზირზე. დადგომით, რომ ისინი არ არიან თანახმა, რომ თქვენ ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლებაც კი წაგართვან. ასევე მინდა მიმართო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ყოფი ადამიანების ოჯახებს და თვითონ ყველა მათგანს. საქართველოში თვითონ ქოცური სტატისტიკითაც 709,000 ადამიანი, მათ შორის 260,000 ბავშვი ღებულობს სოციალურ დახმარებას, ანუ სიღატაკის შემწეობას. ყობახიძემ ღიად განაცხადა, რომ ეს არის გაბერილი ციფრი და აქედან გამომდინარე მოხდება პრაქტიკულად განახევრება სიღატაკის შემწეობების გაცემაზე. ანუ დაახლოებით 300,000 კაცს დატოვებენ. იმიტომ რომ არჩევნები მაინდა-მაინც უკვე არ აინტერესებთ ამ ეტაპზე და აღარ სჭირდებათ ეს ამით манипуლირება სიღატაკის შემწეობის მოხსნით არ მოხსნით. უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენ თვითონ ყველანი გამოდით ქუჩაში თორე წაგართმევენ მაგ სიღატაკის შემწეობასაც. წაგართმევენ და გაგწირავენ შიმშილისათვის, ისე როგორც ბიძინა ივანიშვილის ბანდა 13 წლის განმავლობაში რომ ძარცვავს უმოწყალოდ დამპყრობელივით ქვეყანას, სწორედ ამიტომ ხართ თქვენ სიღატაკეში. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეთ ჩემს Facebook post გვერდზე. როგორი არის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ანუ ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის კეთილდღეობა რამდენი 1000 დოლარი არის. პირველი 3 ადგილი უწერია ესტონეთს 30,000-ზე მეტი დოლარით ერთ სულ მოსახლეზე, შემდეგ არის დაახლოებით ამდენივე ლიტვა და ბოლო ადგილზეა ლატვია, სადაც 25,000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს აქვს 9,000 ერთ სულ მოსახლეზე, ან დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები. პირველ 3 ადგილზე იცით რატომ არიან ბალტიის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაახლოებით ერთნაირი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა. იმიტომ რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდნენ და მილიარდობით ევრო აჩუქეს ეკონომიკის ჭაობიდან ამოსაყვანად. და ყობახიძემ აი ეს გვითხრა სწორედ შარშან 28 ნოემბერს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირის მიერ ნაჩუქარი მილიარდობით ევრო
იმიტომ რომ ევროკავშირის გზაზე სიარული ნიშნავს თავისუფალ არჩევნებს, თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ მედია სივრცეს და ყველაფერს თავისუფალს. ასეთ პირობებში ქართული ოცნება ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ თარჩება. აი ეს არის თავი და თავი. რატომ არ უნდათ კოცებს ევროკავშირი? იმიტომ რომ ევროკავშირი მოითხოვს თავისუფლებას და ღირსეულ ცხოვრებას, ღირსეულ არჩევანს. ასეთ პირობებში კოცებს შანსი არ აქვს, როგორც მოგახსენეთ. 10%-იანი რეიტინგით ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ თავისუფალ არჩევნებს, ხო? ჩვენ ამ ევროკავშირთან გაწყვეტილი ურთიერთობის გამო დავკარგეთ მინიმუმ 4-5 მილიარდი ევრო, რომელსაც მოგცემდნენ როგორც კანდიდატის სტატუსს. მქონე ქვეყანას, აგერ მოლდოვას, ჩვენზე ლამის ორჯერ პატარაა, მისცეს უკვე 2 მილიარდი ევრო საჩუქარი. ევროკავშირის ევროინტეგრაციის გზაზე ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად და მოლდოვა 2029-2030 წლებში გახდება ევროკავშირის წევრი. გახდება აუცილებლად. ანუ ჩვენ შეგვიძლია თუ ეს რუსული ბანდა ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და დავიბრუნეთ ძალაუფლება ხალხმა 3-4 წელიწადში გავხდეთ ევროკავშირის წევრები და მოიპოვოთ სამარადჯამო მშვიდობაც და სამარადჯამო კეთილდღეობაც. უზარმაზარი პენსიები და უზარმაზარი ხელფასები. ისევ როგორც შეეფერება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. 4-ჯერ 5-ჯერ ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს კეთილდღეობაში. იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდნენ ბანდები, შევარდნაძის, სააკაშვილის, რა ვიცი, ეხლა ივანიშვილის. ანტიქართული ბანდები. და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ხელისუფლება და დავიბრუნოთ ჩვენი შვილების მომავალი, რომელსაც გვართმევს ივანიშვილი, ხო? მარტივად. იმისათვის რომ მას გქონდეს ძალაუფლება, იმისათვის რომ საქართველოს იყოს მისი, რა ვიცი, შპსო და როგორც უნდა, ისე გაყიდოს ქართული მიწა, ისე როგორც უნდა ჩამოათესლოს აქ არაბები, რა ვიცი, აზია, აფრიკის საბომჟეთი, პირდაპირ მნიშვნელობით ქართველი ერის ჩასანაცვლებლად, იმიტომ რომ ქართველი ერი მას არ მოწონს, იმიტომ რომ ქართველი ერი პრეტენზიებს გამოთქვამს და არ უნდა მონატყოფნა. აი, აზია აფრიკელებსაც ჩამოათესლებს აქ და მერე მათ მოქალაქეობასაც დაურიგებს. ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და გაუჭერენ მხარს თავიანთ ჩამომთესლებელს აქვს. და ეს ასე იქნება. თუ დარჩა ივანიშვილის დიქტატურა საქართველოში, 300,000 ადამიანი ხო გაქცეულია უკვე ამ 13 წლის განმავლობაში უკან მოუბრუნებლად. კიდე 300,000 გაიქცევა. და მათ ადგილას ჩამოათესლებენ ამდენივე და მეც არაბებს, რა ვიცი, ბანგლადეშელებს, პაკისტანელებს. იაფს ამუშაო ძალად და ქართველი ერის ჩასანაცვლებლად. და თუ ეს არ გვინდა, თუ არ გვინდა ჩვენი შვილები არაბულ, პაკისტანურ ბორდელებში გაამწესონ პირდაპირ მნიშვნელობით, თუ არ გვინდა ღამით ქუჩაში გასვლისა შეგვეშინდეს, თუ არ გვინდა ბიჭებიც კი დაგვიორსულონ, იცით ხო, ვისაც ჩამოათესლებენ იმათი მიდრეკილებები. მარტივად ხვალ გამოდით და თქვით, რომ არ გინდათ რუსულ ბოსრაში ცხოვრება. საკუთარი გამოსვლით, საკუთარი დგომით, თუნდაც უჩუმრად. რუსთაველის გამზირზე. გავრცელეთ მეგობრებო, აი ეს თქმა მინდოდა ბევრმა ადამიანმა ნახოს და დაწერეთ თქვენი კომენტარები. იაქტიურეთ. თორე ხვალ სამშობლო აღარ გვექნება. პირდაპირ მნიშვნელობით. ფიზიკურად აღარ გვექნება არც სამშობლო და არც ქართული მიწა. და საქართველოსგან დარჩება მხოლოდ სახელი და მერე იმასაც გადაარქმევენ. ფარავდეს უფალი. ყველანი გამოდით ხვალ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 7 საათზე. რაც შეიძლება მეტნი უნდა ვიყოთ, რომ თერმოსოფლიომ დაინახოს ჩვენი თავისუფლებისაკენ უწყვეტი და მედგარი შეუპოვარილი ტოლვა. იხარეთ და ემრავლეთ, ფარავდეთ უფალი.